აზერბაიჯანი და თურქეთი ერთმანეთს ორმხრივ სამხედრო დახმარებას გაუწევენ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვეყანა შეიარაღებული აგრესიის სამიზნე გახდება. აზერბაიჯანული სააგენტო აპას ცნობით აღნიშნული პირობა გათვალისწინებულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის ორმხრივი სამხედრო უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმში, რომელიც პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაამტკიცა. 8 მუხლისაგან შემდგარი დოკუმენტის თანახმად მხარეები იღებენ ვალდებულებას ერთმანეთს დახმარება გაუწიონ შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში. სამხედრო დახმარება ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე შესრულდება მათი ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად. გარდა ამისა, მშვიდობიანობის დროს მხარეები რეგულარულად ჩაატარებენ ერთობლივ სამხედრო სწავლებებსა და მანევრებს. ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად მხარეები ასევე აძლიერებენ ინფორმაციის გაცვლასა და თანამშრომლობას სამხედრო დაზვერვის სფეროში. კერძოდ, მათ შეუძლიათ ერთმანეთს გაუზიარონ სამხედრო უსაფრთხოების სფეროში მოპოვებული ინფორმაცია და გამოიყენონ ის ერთობლივი ოპერაციების დროს.